გამარჯობა მეგობრებო, დიდი ხანია ამ არხზე ახალი ვიდეო არ დამიდია და დღეს ძალიან მაგარი ვიდეო იქნება, იმიტომ რომ გამოგვყავს ცენტრიდან ახალი მანქანა. მოკლედ, რა ხდება? ჩემს არხზე Soso Around the World ვიწყებთ საქართველოში მოგზაურობას, მეორე სეზონს ვიწყებთ. წინა წელს მოვიარეთ 7 კუთხე საქართველოში და 7 ვიდეო შემოგთავაზეთ, რომელსაც ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა და ამ წელსაც ვაგრძელებთ მოგზაურობას და მოვვლით სხვადასხვა კუთხეებს, იმ კუთხეებს, რომელიც წინა სეზონში ვერ ნახეთ. ამ პროექტს ყავს ახალი სპონსორი და მაგასაც გაგაცნობთ, ცოტა მოგვიანებით და გვეყოლება ასევე ახალი ავტომობილი, რომლის გამოსაყვანადაც მივდივართ ახლა. წავედით და ერთად ნახავთ მოკლედ რა ავტომობილი გვეყოლება ამ სეზონზე. მოვედით მეგობრებო, ეს გახლავთ Opel-ის ცენტრი და შევიდეთ ახლა გაჩვენებთ ჩემს ახალ მანქანას. ოპა. ეს არის ჩემი ახალი მანქანა, რომელსაც ჯერ არ გაჩვენებთ, ცოტა ხანში გადავხდით. თან ახლა ვიღებთ Reels, რომელიც Instagram-ზე დაიდება და ნუ პარალელურად ვიღებთ YouTube ვიდეოსაც. ეს არის 2026 წლის უახლესი, ძალიან ლამაზი, კომფორტული crossover-ი Opel Mokka. თქვენს წინაშე. ამაში ხედეთ. რა ლამაზი ფერია, როგორი ეფექტურია, ვიზუალურად ეს მანქანა ძალიან მომწონს რა. საკმაოდ კომპაქტურია, კარგი ზომის არის და დანარჩენს მოკლედ მოგზაურობისას ნახავთ. დაწერეთ თქვენს კომენტარებში რამდენად მოგწონთ ეს ავტომობილი. ყველაზე მაგარი შეგრძნება, ვისაც გაუყვანია ცენტრიდან მანქანა ალბათ დამეთანხმება, არის ის, რომ მანქანა არის სულ ახალი, ყველაფერი არის პარკებში, აი ნახეთ, საერთოდ ყველაფერი პარკებშია და რო ჯდები შიგნით აი სუნი, აი უმაგრესი შეგრძნებაა რა, სიახლის სუნი. ესე გამოიყურება ჩვენი Opel Mokka-ს გასაღები. მოდი დავქოქოთ ახლა. სტარტ-სტოპზეა, რა თქმა უნდა. საკმაოდ კარგად ვზივარ. სივრცე წინ საკმაოდ კარგია. და მოდი ახლა გავიყვანოთ ჯობია და პარკებიც გარეთ გადავაძროთ რა. ერთი სულიმაგ როდის გავაძრობ ამ პარკებს. ყველაზე მაგრად ეგ მიხარია. გარი ნომერიც მივაკეთეთ. აუ რა ლამაზია და ძალიან მაგარი ფერია, მაგრად მომწონს ეს ფერი. შიგნით კიდე არ ჩანდა რა, ესეთი ლამაზი რამ ზეზე რომ გამოვიყვანეთ. ნახეთ ახლა რა ლამაზია ეს ფერი. აი არ ვიცი, ძალიან მომწონს, ძალიან კმაყოფილი ვარ. ეხა გავატაროთ ცოტა. მერე ჩემ ძმასაც გავატესტინებ, ის გაცილებით უკეთ ერკვევა მანქანებში ვიდრე მე და ამ ვიდეოში კიდე გაჩვენებთ ამ პროექტის ახალ სპონსორს და ახალ წარმდგენს. აუ, რა სასიამოვნო სამართავია. საჭე ხა ჩემი BMW-დან რა გადმოვჯექი. იმდენად მერბილება ეს საჭე, იმდენად მერბილება რომ რა ვიცი, ჰაერივით ტრიალებს, ძალიან კარგია და ძალიან სასიამოვნო. ეხა პირველ რიგში რას მოვქნათ? გავაჩეროთ სადმე და თქვენთან ერთად ავაძრობ აი ამ პარკებს. აი ხა სხვათა შორის წეღან საწვავი ჩავასხი და ყურადღებას იქცევს რა, ვინც ასხავდა შემეკითხვა, რომელ წლიანია, ახლა ესეთი ახალი Opel-ი არ მინახავსო და ანუ იქცევს საკმაოდ ყურადღებას, ფერიც ძალიან ისეთია, თვალშისაცემი. გავჩერდით და მოდი ახლა ავაძროთ პარკები. სასიამოვნო შეგრძნება. ესეც ავაძროთ. ოპა. აბა ესეც მოვაძროთ. აუ, რა ლამაზი სიდენია ქონია. კომბინირებული. ვა. ძალიან კაია. ეს კაი ამბავია, არც მქონდა ნანახი ამის სავარძლები.
ოპა. ყველას გისურვებთ მეგობრებო მსგავსი შეგრძნება გამოგიცადოთ. ახალი მანქანის პარკების აძრობის შეგრძნება ძალიან კარგია. ძალიან კაი სავარდლებია, ნო. Gari. Შვენიერი ზომა. უკანაც შვენიურად ჯდება ადამიანი. ჯიბეები გვაქვს. აქ ტელეფონის ორი დამტენი გვაქვს. ის არის ჩვენი საბარგული, რა. აი შეგილია გაზარდო რა. კი არა და მოხსნა ეს შეგილია. და ბევრად ტევადი არის. ნახე რა ტევადი გახდა. აი აქ გვაქვს როგორც ხედავთ სათადარიგო საბურავი. მილიონ შანსს ვერ დავატოვთ აქ რა. კარგი ზომა. ეს ემბლემა და წარწერა არ გვაქვს. ძალიან უხდება. ფარებით მომწონს. საკაიფო ფარები აქვს. ბიჭო ძალიან ისეთია რა, კოხტა მანქანა. აი ყოველდღიურ ხმარებაში ახლა ჩემთვის საოჯახოდ იდეალურია რა. ამაზე მეტი არ მინდა, ძალიან დიდი ჯიპი მე არ მჭირდება იდეაში. და ჩვენც რო ახლა დავდიოდით საქართველოს გარშემო, დიდად რო გითხრათ რომ რაღაცა ძალიან უგზოობებში გვიწევდა სიარული თქო არა რა. 1-2 გამოგვიწია უგზოობებში სიარული და იქ მაინც ჩვენი მანქანა მაინც ვერ გავიმეტეთ იმისისთვის. რადგან 90-იანებში იყო ეს პოპულარული, ხალხს ახლა გონია რომ ცოტა ძველმოდურია რა Opel-ი და ის ძველი სახელი აქვს შემორჩენილი და რეალურად მის შემდეგ Opel-ი ძალიან განვითარდა. ძალიან მაგარ მანქანებს უშვებს. ასე რომ ეს ის 90-იანების Opel-ი არ გეკონოთ მეგობრებო. Opel Vectra ეკოტეკის ძრავზე. ეს საერთოდ სხვა მანქანაა და მაგ ყველაფერს ნელ-ნელა გაჩვენებთ ვიდეოებში მოგზაურობისას. ჩემ ძმასაც გავატესტინებ რა თქმა უნდა. და ჩემი ძმის YouTube არხით შეგიძლიათ გამოიწეროთ, სახწერაში იქნება ლინკი. ამ მანქანის განხილვას აუცილებლად დადებს. იმიტომ რომ ძალიან საინტერესო იქნება და დარწმუნებული ვარ რომ თქვენც დაგაინტერესებთ ამის დეტალური განხილვა. კარგი საფასო კატეგორიის მანქანაა და ამ საფასო კატეგორიაში მგონია რომ რავი, ბევრი ადამიანის მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს ეს Opel Mokka. რამდენიმე საათში გვაქვს გადაღება, კიდევ ერთი რილი უნდა გადავიღოთ. ამჯერად უნდა გაგაცნოთ ამ პროექტის მეორე სეზონის ახალი წარმდგენი. სოკართან ჩემი 5 წლიანი თუ არ ვწდები თანამშრომლობა დასრულდა და მოდი უღრმეს მადლობას გადავუხდი სოკარს ამ წლებისთვის, იმიტომ რომ ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, კარგი თანამშრომლობა ჰქონდა, ბევრი საინტერესო პროექტი გავაკეთეთ ერთად, მაგრამ ნუ ყველაფერს აქვს დასაწყისი და აქვს დასასრული და ჩვენი თანამშრომლობაც დასრულდა, საკმაოდ კარგად დასრულდა, ოღონ არ გეგონოთ რომ რაღაცა ცუდი მოხდა ჩვენ შორის, არაფერი მსგავსი. უბრალოდ ყველაფერს აქვს დასასრული და ჩვენი თანამშრომლობაც დასრულდა. ასე რომ დღეს გაგაცნობთ ჩემს ახალ მეგობარ კომპანიას და ამ პროექტის ახალ სპონსორს და სულის ჩამდგმელს. ვერ გადმოვცემ უბრალოდ ამ ჩემს ემოციებს. იმდენად მიხარია ახალი მანქანის გამოყვანა რა. Let's go. საკმაოდ დიდი ეკრანი აქვს, მეგობრებო, როგორც ხედავთ. და საჭეთს ძალიან მომწონს. საკაიფო მანქანა და ძალიან რბილად დადის. ყველა ჩემ გამომწერს მინდა ძალიან დიდი მადლობა მოგიხადოთ გვერდით გომისთვის. იმ ადამიანებს, ვისაც უხარია ჩემი არხის წარმატება. ძალიან დიდ სტიმულს მაძლევთ და ძალიან მიხარია რა. ალბათ ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის, რომ თქვენგან ვიღებ დადებით გამოხმაურებებს და ვიმუხტები დადებითი ენერგიებით. აი ესეთ ვიდეოებზე ხა რომ კარგი კომენტარები იწერება, მილოცავთ და კარგ რაღაცებს მისურვებთ, მოკლედ ეგ ყველაფერი მე მაგრად მაძლიერებს და ძალიან სიამოვნებს და ავიცი, აი უდიდესი მადლობა თითოეულ თქვენგანს. ვისაც გიხარიათ ამ არხის წინსვლა და წარმატება.
მოვედით მეგობრებო. ეს გახლავთ Wigo ამ პროექტის სპონსორი და სულის ჩამდგმელი და მოკლედ ძალიან მიხარია რომ ეს წელი მინიმუმ ვითანამშრომლებთ და დიდი იმედი მაქვს რომ კარგი თანამშრომლობა გამოგვივა. ძალიან მიხარია მოკლედ ეს ამბავი. ეხლა ვიღებთ ვიდეოს Reels, რომელიც ალბათ ჩემს Instagram-ზე უკვე დევს და შეგიძლიათ გადახვიდეთ ნახოთ. მოკლედ Wigo არის ახალი შემოსული ბაზარზე, საკმაოდ ხარისხიანი საწვავი აქვს და რაც მთავარია, ყველაზე კარგი ფასები. სამი, 2, 1 გამოვიდა. დავай გამოდე. ჩვენ უკვე ხვალიდან ვიწყებთ მოგზაურობას ჩვენი Opel Mokka-ი. პირველი ვიდეო იქნება სამეგრელოდან, სამეგრელოში მივემგზავრებით და ჩემს ძირითად არხზე მოკლედ დაელოდეთ ძალიან მაგარ ვიდეოებს საქართველოდან. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.